თუ შენი შეყვარებული ქალი თავის პირად ინტერესებს, თავის პირად მინდებს შენს კომფორტზე და შენს სიმშვიდეს მაღლა აყენებს, ის ოჯახური ურთიერთობისთვის არ გამოდგება. საუბარი მაქვს ვითარებაზე, როდესაც შენ ეუბნები მას, რომ ეგ რაღაც არ ქნას, რადგან გარკვეული დისკომფორტი გექმნება და ის მაინც არ გითვალისწინებს. მაგალითად, სადღაც კორპორატიულზე მიდის, ან სადღაც საგუგუნოდ მიდის, თავისთავად მისი თქმით უწყინარ გარემოში, სადაც ყველა შინაურია, ან თუნდაც სხვა ქალაქში, ან ქვეყანაში მიდის დასასვენებლად, არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება და რა ფორმატში. სულ რომ მართლა უწყინარი გარემო იყოს, მაინც არ აქვს მნიშვნელობა. თავარი აქ ის არის, რომ შენ მაგ მოვლენის გამო დისკომფორტი გექმნება, საქმის კურსში აყენებ მას, ის კი არ გითვალისწინებს. თავისი პირადი კაიფი ურჩევნია შენს კომფორტს. მამაკაცთა უმრავლესობა გაგებით ეკიდება და იწყებს თავის თავთან შეთანხმებას, რომ არ აუშავს მე მას ვენდობიო. შენ საქმე გაქვს ქედმაღალ, ამპარტავან, ეგოისტ ქალთან, რომელსაც სინამდვილეში სულ ფეხებზეც კიდიხარ. შესაბამისად ეს არ არის ის ვითარება, სადაც რაღაც უნდა აუხსნა და გააგებინა, რომ ის არასწორად იქცევა, იმ იმედით, რომ მომავალში აღარ მოიქცეს. ქალთან მასე არაფერი არ გვარდება და არც არასდროს მოგვარდება, რადგან ის თავისი ქცევით პირდაპირ გეუბნება, რომ ჩემი პირადი მინდები არის პირველ ადგილზე. შენ რომ ღამე ვერ დაიძინებ მაგაზე ფიქრით, ეგ შენი პრობლემაა. შენ ხარ უაზრო დეჭვიანი. მამაკაცთა უმრავლესობას რაღაც ბავშვური ფანტაზია ამოძრავებს, რომ აი ბეჭედ დარწმული ქაღალდი რომ მეჭირება ხელში, მერე გამითვალისწინებსო. მით უმეტეს შვილი რომ გვეყოლება, მერე საერთოდ შეიძლება ვითარება და მაგით დაბეტონდება. შენ კარგად უნდა გესმოდეს, რომ ეგ არ არის რაღაც ლოკალური პრობლემა, ეგ არის მისი პიროვნების სტრუქტურა. შესაბამისად მისი ეგ მიდგომა არასდროს შეიცვლება. უფრო სწორად როგორ არ შეიძლება, აუცილებლად შეიძლება, ოღონდ კიდევ უფრო უარესობისკენ. იგულავა და დაჭკვიან და არის კაცის პოტენციალი და არა ქალის და შენ თვალი უნდა გაუსწორო ამ რეალობას. ყველანაირი ტკივილისა და განცდის მიუხედავად, სჯობს ახლა გეტკინოს და განიცადო, ვიდრე მომავალში, როდესაც უკვე საერთო შვილები გეყოლებათ.